ვიეტნამის ომის შემდგომ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში არსებობდა ვიეტნამის სინდრომი, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები ერიდებოდა მსხვილ სამხედრო ინტერვენციებს, კამპანიებს და თავს არიდებდა როგორც ადამიანური რესურსების დანაკარგს, ასევე სამხედრო დანაკარგს. ეს სინდრომი მეტნაკლებად გადაილახა სპარსეთის ყურის პირველ ომში 90-იანი წლების დასაწყისში და შემდგომ მოყვა მას სხვადასხვა ომები, იგივე ავღანეთში და ერაყში, თუმცა ირანთან ეს კონფლიქტი შეიძლება გახდეს ახალი, ასე ვთქვათ, ირანის სინდრომის ჩამოყალიბების ბაზისი, რომლის მიხედვითაც მომავალში შეერთებული შტატები თავს აარიდებს ისეთ ქვეყნებთან კონფრონტაციაში შესვლას, თუნდაც პროქსების საშუალებით, რომელთა დაპირისპირება წარმოადგენს სისტემურ კონფლიქტს. ამ მოცემულობით შეიძლება ვივარაუდოთ ის, რომ წინააღმდეგობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ჩინეთის შესაკავებლად შეიძლება აღარ იყოს ისეთი სახით, როგორც ჩვენ წარმოგვედგინა აი ამ პროქსების მეშვეობით, იქნებოდა ეს განიხილებოდა ტაივანი, თუნდაც ფილიპინები ან სამხრეთ კორეა, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ვახსენე, თავად შეერთებული შტატების ამ მოკავშირე ქვეყნებში დაიწყო გარკვეულწილად საკუთარი უსაფრთხოების სისტემების რევიზიაზე დისკუსია. ამიტომ თვითონ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ამ კუთხით არის ტაივანი, რომელიც სავარაუდოდ მომავალში შეეცდება, რომ არ გახდეს ფრონტის ველი ორ დიდ მოთამაშეს შორის, საიდანაც, ასე ვთქვათ, სარგებელს რეალურად ტაივანი ვერ მიიღებს.